მევენახეობა მეღვინეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით საქართველოს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დელეგაცია სტუმრობს. ვიზიტის მიზანი საქართველოს მევენახეობა მეღვინეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის ღვინისა და ღვინის მასალების წარმოების კონტროლის სისტემის და სერტიფიცირების მეთოდების გაცნობა, ევროკავშირის ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანის გამოცდილების გაზიარება და თარგმნთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დღეს მეღვინეობის თემაზე ორი პრეზენტაციას გაიმართა. დელეგაციის წევრებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პირადად დაათვალიერებინა სოფელ ჭიღაურაში სამეცნიერო კვლევით ცენტრი, სადაც ვაზისა და ხილის ადგილობრივი და ევროპული ჯიშების უნიკალური კოლექციაა დაცული. ამასთან ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და უკრაინის ვაზისა და ღვინის ინსტიტუტს შორის. დღეს ჩვენთან იმართება უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი. რამდენიმე ხნის წინ იყო მათი მომართვა. მათ აინტერესებთ ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის გაცნობა და ჩვენ რა თქმა უნდა ორი თვის ფარგლებში გავაცნობთ მათ, როგორ არის საქართველოში ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემა ორგანიზებული, როგორც ხდება მისი ადმინისტრირება, ვეწევით ლაბორატორიებს, გვექნება ვიზიტები ღვინის ქარხნებში, ისე რომ სულ წარმოდგენა შეიქმნა უკრაინელი კოლეგები საქართველოში გატარებულ რეფორმებზე და ჩვენს მიღწევებს. მოგესალმებით სამდღიანი ვიზიტით, ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული არიან უკრაინიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, შესაბამისი ორგანოებიდან ისინი მოვიდნენ, რათა გაეცნონ საქართველოში მეღვინეობის ტრადიციის გაგრძელებას, ამ დარგის განვითარებას. მათ უკვე მოინახულეს ესე ვთქვათ ლაბორატორიები, საქართველოში ღვინის ლაბორატორია, ასევე მოინახულეს ჭიღაურის მეურნეობა, სადაც მნიშვნელოვანი ძველი ტრადიციული ჯიშებია წარმოდგენილი. საკმაოდ სპონტანურად, მაგრამ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის. შესაბამისად ეს მისასალმებელია, რაც კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს თანამშრომლობას. უახლოეს მომავალში ჩვენ სექტემბრის ბოლოს ველოდებით ოფიციალური ვიზიტს, როდესაც უკვე მინისტრი გვეწევა საქართველოს.